დილამშვიდობის მეგობრებო, მე მინდა ამ ვიდეოში გითხრათ რამდენიმე პროფილაქტიკური ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ ემოციების რეგულაციაში და განწყობის ამაღლებაში. პირველი მეგობარო, თვალს რო გააღებ, შეეშვი ტელეფონს, უცებ, ნუ დაიწყებ ამ ტელეფონის ჩართვას, TikTok-ის, Facebook-ის, Instagram-ის თვალიერებას. მოკლედ, პირველი შენს twins რასაც უშვები, ეგრევე მიჯაჭვულობას იწყებს მარტივ არაჯანსაღ დოფამინთან, რაც არის სკროლვა, ასევე თვალის გაღებიდანვე იღებ ნეგატიურ ემოციებს, იწყებს სხვისი ცხოვრების ეგრეთ წოდებულ თვალიერებას და გინდა თუ არ გინდა მაინც გაძლევს ნეგატიურ ემოციებს. ამიტომ თვალს რო გააღებ, რამდენიმე წუთი მეგობარო, არ ვიცი, ილოცე შენი სიტყვებით როგორც გესმის, გაიზმორე რამე გაწევლები გააკეთე, როგორც შეგეძლია, თუ ეხლა ფხიზლდები, რა ვიცი, ორი ბუქნი გააკეთე, ერთი აჯიმანია გააკეთე, ფანჯარაში გაიხედე, მოკლედ რამდენიმე წუთი შეეცადე ტელეფონის გარეშე გაატარო. და ზოგადად საერთოდ რაღაც რა რუტინებსაც ჩამოთვლი დილის, აი მანამდე საერთოდ თუ არ მოგიდებ ტელეფონს ხელს, უკეთესია. მეორე მეგობარო, რაც უნდა გააკეთო, უნდა მიიღო კონტრასტული შხაპი. მარტო კბილის გახიხვა და სახის წყლით ჩამობანვა სამწუხაროდ ვერ დაგეხმარება იმაში, რომ ემოციურად კარგად იგრძნო თავი. კონტრასტულ შხაპში რას გულისხმობ, რო იწყებ შხაპის მიღებას, 1-2 წუთი გაახურე შენი სხეული თბილი წყლით, შემდეგ გადართე ცივ წყალზე და რამდენხანსაც გაძლებ 15 წამი, 10 წამი, მოკლედ გაძილი ცივი წყლის ქვეშ, შემდეგ გადმორთე ისევ თბილ წყალზე, ისევ დაახლოებით 30-40 წამი იბანავე თბილი წყლით, შემდეგ გადართე ისევ ცივ წყალზე და რამდენხანსაც შეძლებთ ცივი წყლის ქვეშ დგომას, მოკლედ იდექი და ცივი წყლით დაამთავრე ბანაობა. ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ემოციების რეგულაციისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ მეგობრებო, ერთი რეკომენდაცია, თუ ადამიანს აწუხებს გულის პრობლემები, მაშინ კონტრასტული შხაპი არ არის რეკომენდებული და მხოლოდ კისრის და საფეთქლების დაზელვა არის ცივი წყლით რეკომენდებული. მესამე ტექნიკა მეგობრებო და უბრალოდ დილის რუტინა, ეს არის მადლიერება. ზოგადად მადლიერება შეგეძლია დაწერო, შეგეძლია შენი სიტყვებით თქვა, მაგრამ ყოველთვის ჯობია მადლიერების წერა. ზოგადად ფსიქოთერაპიაში ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ზოგადად მადლიერების დაწერა თავის ტვინში ააქტიურებს რაღაც ოპიოიდურ რეცეპტორებს, რაც ადამიანს გუნება განწყობას უცვლის. ნუ რამდენად ეს სიმართლე არის და დადასტურებულია ამ წუთას რაიმე კვლევები ხელში არ მიჭირავს, მაგრამ საკმაოდ გამოცდილ ფსიქოლოგებისგან მაქვს ეს გაგებული ეს ინფორმაცია და ისეთი ადამიანებისგან, რომელსაც 20-25 წლის გამოცდილება აქვს ფსიქოლოგიაში. მეოთხე მეგობრებო, ეგრევე ნუ დაიწყებს სიგარეტის მოწევას და ყავის დალევას. ესეც დამოკიდებულება არის, ხო პირველი ტვინი რასაც გთხოვს, რასაც შეაჩვიე მთელი ცხოვრება, ეგრევე უნდა სიგარეტის, სწრაფი დოფამინის მიღება და ყავა საერთოდ არ აინტერესებს, საჭმელი და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, შემდეგი ეტაპი არის დილით რომ მივიღოთ ცილები და ნახშირწყლები, რაც ჩვენი კუნთოვანი რაღაც მასის შენებას სჭირდება, ნახშირწყლები ასევე ენერგიას სჭირდება. ხშირად მწერენ რომ არ მაქვს ძალა, არ მაქვს ენერგია. მეგობარო, სიგარეტი არანაირ ენერგიას არ მოგცემს, ასევე დილით თუ მარტო კბილს იხეხავ, არაფერს არ მოგცემს და მთელი დღე თუ TikTok სკროლავ და მაიკის ბეწვები ამოგჭები და არანაირი ენერგია არ გაგიშდება, ხო? შესაბამისად, რასაც წერე ხან ვიდეოში, ეს ნაბიჯები უნდა გადადგა დილიდან, რომ ენერგია მოგცეს და დაუბრუნდები ისევ საკვები დილით, მოკლედ რამდენიმე 2-3 ცალი კვერცხი რომ მოიხარშოთ, ან შეიწვათ, ასევე კარგია წიწიბურა, ან გერკულესის ფაფა რო გაიკეთოთ და ეს ყველაფერი ხა რაც ჩამოთვალე საკვები არ ჯდება მილიონები, სულ რამდენიმე 5-6 ლარში ჩაჯდები, რომ დილით კარგად ისაუბრო. შემდეგ შეგეძლია უკვე ყავაც დააყოლო, ასევე ყავაზეც მექნება რეკომენდაცია, ხსნადი ყავა, შავი ჩაი, თუ გამოჯამთელების საწყის ეტაპზე ხარ, ან ეხლა იწყებ გამოფხიზლებას, არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ იწვევს შფოთს, ტანინიანი სასმელია ზოგადად
ხსნად იყავაც და შავი ჩაი, ამიტომ რეკომენდირებული არის გვირილის ჩაი, ხილის ჩაი, მწვანე ჩაი და მოკლედ ნალექიანი ყავაც, თუ მაინდა-მაინც ყავი ძალიან დიდი მოყვარული ხარ, შეგეძლია ნალექიანი ყავაც მიიღო. მოკლედ ეს არის მეგობრებო დილის რუტინა, რომ შვიდად იგრძნოთ დილიდანვე რაღაც თავი, არ დაგიждეთ მილიონები და ხშირად თხოვენ და მწერენ, ამ ეტაპზე არა მაქვს მეგობარო რეაბილიტაციაში წასვლის საშუალება, როგორ დავიწყო დილიდან, როგორ გამოვიყვანო თავი. აგერ გეუბნები მეგობარო დილიდანვე რაც უნდა გააკეთო და ვინც დააპრაქტიკებს დილიდან ამ ყველაფერს, რაც ეხლა ამ ვიდეოში წერთ, ხომ მექნება უბრალოდ რომ კომენტარებში დაწეროთ, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ სხვა ადამიანსაც მიცეთ მოტივაცია და დაიწყოს დილიდან მოკლედ ცხოვრება ახალი გზით და შეცვალოს ძველი არაჯანსაღი გზები. დიდი მადლობა რომ ისმენდით, მე ყველას გისურვებთ მშვიდ და პროდუქტიულ დღეს.